კაი, ფრთხილები ვიდეოსთვის კიდევ ერთხელ, აი ეგრე. ოკეი. წინ წრიული რო ხდება ბოლოში. მუხიანის ბოლოში ხდება წრიული. მაგ წრულზე მარჯვნივ უნდა წავიდეთ. ყურადღებით იმოძრავე, შენი გზა არის, მაგრამ მარჯვნიდან თუ ხედავ მანქანები ამოდიან, ხო? მაინც უნდა გაიხედო გვერდზე. სარკეებიც აკონტროლე. სპონსორი რო გამომიჩნდეს და სამაგრი რომ აჩუქოს იმის კამერის ძალიან მაგარი უკანა მაგარი იქნება. კამერაც უნდა მე მაგას. ძალიან ძვირში გადიხარ. ხო. მიდი იმოძრავე, არ მინდა მე საჩუქარი დისტანცია დაიცავე. ახლოა ძალიან. უკანა ორივე საბურავი უნდა ჩანდეს ასფალტს როგორ ეხება. თავს ზევით თუ აწევ არ გამოვა ეგრე. ესე უნდა დავიჭირო, რომ ხელი არ დამეღალოს, ხო? აი, დავაპაუზებ, თორე, ხო? დასასვენებლად არა, საცალია დასასვენებლად. დაძარი. სარკეებში წიყურე, გვერდზე მანქანა ყავს, წინაც აკონტროლე დისტანცია. ისექენი რომ არ ჩამორჩე. თუ ჩემიზმა ხარ ერთი რა. მე ხისთავიანი მასწავლებელი ვარ, აქ რა ვიცი, ვინც უყურებს ვიდეოს, იცოდეთ რომ მიყურე ძმა, თუ გადმოგიღე მანქანიდან. იმოძრავე. ყურადღებით იყავი, წინ შუქნიშანს რო გადახვალ, მარჯვენა ზოლი უნდა დაიკავო, მარშრუტკას დააკვირდი, რომელიც გადმოდის მარცხნივ. არ დაეწიო, გასწრება არ დააპირო, შენელდი, ეხა გასმიენჭირო. არ ჩამორჩე, რომ არ დაგისიგნალოს ვიღაცამ, ხო? აი ეგ. გამოსტაზე არ გვაწყობს არაფერში ეგ. წინ ყურადღებით იყავი, პატარა ორმო, ოდნავ მარჯვნივ პირიქით. აი ეგ. ისე რომ ზოლი არ გადაგკვეთოს. აკრიფე ცოტა სიჩქარე, 45-მდე მოძრაობა შეგიძლია. აი ეგ. ეგ ბევრია. შენელდი. კარგი, ნელ-ნელა. უყურე. როდესაც მწვანე ციმციმა ირთვება, შენ უკვე გაჩერება უნდა დაიწყო. თუ წამებზე არის მარტივია იმ შუქნიშანზე მაგის გარკვევა, მაგრამ როდესაც ხედავ რომ დიდი ხანია ეს მწვანე ანთია რა, ყურადღებით თუ არ იქნება აუცილებლად გაივლი ციმციმა მწვანეზე. სადღაც შუაში ყვითელი ან წითელი მოგიწევს უკვე რა, რაც ფიზიკურად გამოსვლაზე არ გაწყობს. რა ამბავში ვარ. რო გადახვალ შუქნიშანს მარჯვენა ზოლში უნდა გადავიდეთ მაგრამ. გვერდზე მყოფ მანქანას ან გაატარებ, ან გაასწრებ. ნახოთ ეგ უკვე როგორც მოუწევს რა. მზად ხარ? ჯერის მანქანები გამოივლიან და ხო და ჯერის მანქანები გამოივლიან და მე ჩაერთვება შენი. და ჰე, რიგითობით ხდება ხოლმე რა, შუქნიშნების ჩართვა რა. ყურადღებით იყავი ხოლმე. დაიზარი? აკრიფე სიჩქარე. ნუ გაზაობ და ნუ ბუქსაობ. ჩართე მარჯვნივ, გაიხედე. დაიწყე არა, მარჯვნივ. ანუ ამ წრილზე შევდიოდი მე. რომელ წრილზე? აქაც წრიულია, ოღონდ მარჯვნივ გინდა რომ წავიდეთ. მარჯვნივ. შევიდე? ხო. იქ ავიდე? კი. გაიხედე მარცხნივაც. ნელ-ნელა მოუხვიე. ვიცი რომ მარტივია, მაგრამ მარცხნივ პავაროტნიკი და გადაინაცვლა მარცხენა ზოლში. დროულად სანამ სარკეშის გაიხედე და გვერდით, აი ეგ. სიჩქარე აკონტროლე არაც ძალიან 45-ს. აი ეგ. ახე შენ კომპიუტერი რას გელაპარაკება, მანდ ვიცით ჩვენ რომ გეტყვი 300 მეტრში, გეტყვი 200 მეტრში და ასე შემდეგ რა, მაგრამ მარჯვენა და მარცხენა მაინც უნდა გაარჩიო. დაძარი მანქანა მოუმატე სიჩქარეს. დააკვირდე უკან მოძრაობას აფერხებ. წინ ორზოლიანი მოძრაობა გვაქვს, როგორც ხედავ, როგორც კი გასწორებას დაიწყებს შენი ავტომობილი, მარჯვენა ზოლში მინდა რომ გადახვიდე. ხო, აი მოსახვის რო გაივლი, ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი ხა, გაიხედე მარჯვნივ სარკეში. შენოვდი ცოტა. გადადი. მიშვებს? ხო. მარჯვნივ ჩაყევი აი მანქანას, ნახე წინ რომ მიდის. აი მქოიცხო ხედავ? არ დაეჯახობ თხილად. აი ეგ. მოუხვია, გასწორდი ცოტა საჭით, აი ეგ. აი მას.
კარგი, აქ ყურადღებით იყავი, აქ ბევრი ქვეითი იქნება. აი ნახე როგორ გამოხდა უცებ ქვეითი, ხედავ? და ყურადღებით უნდა იყო. წინ მანქანას ხედავ ცუდად გაჩერებულ, შეანელე მანქანა. აუ რეკავს ვიღაც. დაგვირეკეს და გაგვეთიშო, მაგრამ ვაგზავნოთ მოძრაობს. ყურადღებით იყავი ახლა ნახე. დააკვირდი ზუსტად ვინ საით მოძრაობს რა, იქ ქვეითებს უყურეთ ან შენკენ თუ იყურება ვიღაც უეჭველი გზაზე უნდა გადასვლა და იმახსოვრე. ემოძრავა. ცოტა მარცხნივ გაწი მანქანა, ბარდილს არ უნდა მიეწებო იქით, ხო? აი, ამათ უნდათ გზაზე გადასვლა რო იცოდე. აი, გვერდზე რო გაუვარეთ ახლა, რო ხო, მაგრამ სადღაც აი ამ კორპუსში შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ ყურადღებით იყავი. ნახე, შენკენ რო გამოიხედება, იმას ყოველთვის დააკვირდი გადასვლა უნდა. ყოველ ჯერზე ეგრე არის ეგ, როცა იყურება აქეთ, ესე იგი გზის გადაკვეთას აპირებს და თავისუფალ გზას ეძებს რა. არ ჩახტე ორმოში, ოდნავ მარცხნივ გაწიო, ოდნავ, ეგ ბევრია. სარკეებში იყურები? მოდის რამე უკან? რატო გაიხედე ახლა? თუ გახედილი ქონდა იტყოდი ისე. და ზუსტად ეს ცუდია. შენ იმის გამო რომ ბუგაროგზე არ გაიარო, ნახე რა მომას წითელთმიანი გოგოა, გასმიაჭირო ფეხი. ვიღაცამ უნდა იეჭვიანოს, ან ვიღაცეებმა მიდი. მიდი იმოძრავე. ყურადღებით იყავი და ნელა წინ მანქანებით განაცუდად ერთი მობრუნ გაჩერება დაიწყე. შეანელე. კარგი, წათი. აი ეგ. ბუგაროგზე იცი რომ 20 ნაკლებით უნდა გადაიარო. აი მას. წავედით. ედლოს ვაფშე არ გახმარ. მართლა. რატო შვებით ძმებო მასეთ რაღაცას? უი მე რამდენი მანქანა მოგიგროვდა უკან? რა? რა? შეიძლება მოყოლება დავიწევე და გადავიწევე. 20 ნაკლებით უნდა გადასულიყავი მან. კარგი, წინ წრიული მოძრაობა გვექნება, მან მაგ წრიულ მოძრაობაზე მარცხნივ წასვლა გავაკეთოთ, ხო? ორჯერ რო გეტყვის მოუხვიეს, იცი რომ უნდა მოიბრუნო მანქანა. კი. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ მარცხნივ წავიდეთ ჩვენ. კი. გამოსახვევისკენ გაიხედები მაინც. აი ეგ. სარკეებს აკონტროლებ, შეინელე, არ გააჩერო. შეინელე. თუ გამოვა ზოლში, მერე გააჩერო. წინ წრიულ მოძრაობაზე აპირებ უკვე შესვლას. კვეთრად არ დაამუხრუჭო. შენელდი, მარცხენა ზოლი გეჭიროს. შეანელე, არ გააჩერო. გაიხედე მარცხნივ. იმოძრავე. მიდი, იმოძრავე. გაზი, მარჯვნივ პავაროტნიკი და გაიყვანე მარჯვნივ. კაი, მარჯვენა ზოლში გადმოდი მაშინ ახლა. აი ეს, სარკეში და მხარზე გამოხედით. გირჩევნია რომ მარჯვენა ზოლში გამოხვიდე, წრიულშივე და მარჯვენა ზოლით გამოიარო რა, ყოველთვის. თუ ქვეითა გადასასვლელი გექნება, ზოლს ვერ შეიცვლი, ხოლო თუ არ არის ქვეითა გადასასვლელი, აუცილებლად საიდან გამოდიხარ? უკიდურეს მარჯვენა ზოლიდან. ხო? შენელდი და გვერდი აუარი. ცოტა მარჯვნივ ახლა. ძალიან ახლოს არ მიხვიდე გვერდზე, იქიდან მანქანა გასწრებს, ეგეც აკონტროლე. ძალიან ახლოა. ჩვენ გვინდა რომ შუა ზოლში დავდგეთ. აქ და წინ წავიდეთ. როგორ იმოქმედებ ხა მანახე. ჯერ გადაიხედო ხოლმე გირჩევნია ისე რომ იცოდე. ხო, მაგრამ სანამ პავაროტნიკს ჩართავ, გირჩევნია რომ გადაიხედო. ხო. მარცხნივ სარკეში გვერდზე გაიხედო და ხარზე გახედოს რო ეძახიანით გააკეთო რა. თუ დამატებითი შუქნიშანი იქნება, მაგალითად მოგიწევს მარცხნივ მოხვევა, დამატებით შუქნიშანს დაელოდები, სულ რომ ჩამქრალი იყოს, ანთებას დაელოდები იცოდე რა.
სანამ მაგალითისთვის გამოცდელმა თუ გითხრა რომ გაფუჭებული, ანუ წყობრიდან არის გამოსული შუქნიშანი. მარტო მაგ შემთხვევაში წახვალ და ისე იზავ როგორც ის გეტყვის. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად ელოდები შუქნიშანს რა. ხანდახან დამატებით შუქნიშანში არანთია ხოლმე წითელი ფერი. წინ ხედავ რომ დაბრკოლებებია იქით? აი სოსო იქით ნახე, მანქანების იქით, კიდე მანქანებით განან მარჯვენა ზოლში რა. სადაც ანუ რის გამოც შეიძლება სრულყოფილად ვერ გაიარო მარჯვენა ზოლით, ხო? ამიტომ კი, ჯერ ქვეითა გადასასვლელს გადაცდინ, დააკვირდი. გაიხედე მარცხნივ, გაიხედე სარკეში. აჰა, ჩართე პავაროტნიკი და გადაინაცვლე, არავინ არ მოდის, ხო? აი ეგ. სიჩქარეც არ დააგდო. შეეცადე რომ 30-ზე ნაკლებით არ იარო არავითარ შემთხვევაში. 40-45 არის იდეალური სიჩქარე რუსთავში. გააჩნია გზის მონაკვეთს, ხო, დაანგრეული გზა თუ მოგიწევს, შეიძლება 20-იც იარო და ნაკლებითაც. ხო. რა? დაახეცე, ხო? ის გზა შემდგომაში გავიარე. ხო? ყველაზე რთული გაიარეთ ხო, რო გითხარი, ეგ შეხვდა, ხო? ეხა მარშრუტებზე რო ვეღარ დაყავთ, იცი, ხო? და ეგრე იმასქნეს უკვე. იმ მოძრავე აქ მარცხენავე ზოლში მარჯვნივ არ გადახვიდა, იმიტომ რომ დაბრკოლებებია. მარშრუტზე ვერა. ვიდეოებს უნდა უყურო, შეანელე. ხო? იწერება გოგო ყველაფერი, ასე ლაპარაკობ. კი, უნდა იცოდეს. არ დაუთმო გზა. თუ შემოვიდა, უკვე შეანელე. ეხა აუშვით 40 და წადი. ხო. ისე ქენი რომ გაჩერება არ მოგიწევს და თუ მოგიწევს მკვეთრი არ იყოს. კარგი. 200 მეტრში დაახლოებით უნდა გადაუხვიოთ მარჯვნივ. ყურადღებით იყავი, ჯერ არ თავ პავაროტნიკს ნახე. წინ ხედავ რომ მარჯვენა მხარეს რო გადახვიდე ზოლში. არის დაბრკოლებები, ხო? ამიტომ სრულყოფილად შენ ზოლში მოძრავე ჯერ. აი ეგრე. უკვე რომ თითქმის უნდა მორჩეს დაბრკოლებები, აი 1-10 მეტრით ადრე უკვე ჩართავ მარჯვნივ მოხოვის მაშუქს და გადაუხვევ მარჯვენა ზოლში. გადმოდი მარჯვენა ზოლში. აი ეგ. კარგი იყო გახედვაც. შენელდი ხა, ციმციმა მწვანეა და გაჩერება დაიწყო. აი მას. ხო, მან ჩაუხვით. წავედით, დაიწყე მოხვევა, იქიდან მომავალ მანქანას არ დაუთმო გზა. გასწორდი ზოლში, გაასწორე ავტომობილი და წავედით. აჰა, აი ეგ. შეეცადე ესეთ ფართო გზაზე მარჯვენა მხარეს იარო, მარჯვენა მხარეს. აი ეგ. სანამ წინ დაბრკოლება არ შეხვდება რა. ხო. ყურადღებით, არ გადაწიო ძალიან მანქანა იქით. წინ ქვეითა გადასასვლელებს ხო ხედავ? აქაც სულ ხალხია რა. ამიტომ ყურადღებით იყავ. ნელა იმოძრავა. წინ შუქნიშნიდან გვინდა რომ მარცხნივ წავიდეთ. აქ გეტყვის დაახლოებით, რავი, 100 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მე მარცხნივ ოდნავ. ამ ხელა ორ მოიყო დაინახე? მე როლს ნოეჭიდავებ. მარცხნივ პავაროტნიკი. ნუ ცოტა ადრე მოგვიწია ჩართვა. იქ სიტყვა მალეს დაელოდები გამოსტაზე. წინ ქვეითა გადასასვლელი გვაქვს, ისეთ განან მანქანები, რომ დაიძრებიან ეგრევე არ გაყვე ქვეითა გადასასვლელზე გაჩერება არ მოგიწევს. ამიტომ ნელ-ნელა გაყევი რა. უკიდურეს მარჯვენა ზოლში. კაია. ყურადღებით იყავ, ეხლა წინ მარჯვენა მხარეს დაპარკინგებულ მანქანებთან ახლოს არ უნდა მიხვიდე. კარი რო იღება, ისეთი დისტანცია უნდა იყოს. დაძარე? წავიდეს მანქანა თოთრო. მომეჩქუპე. ხათი მიუსინეთ. არა, ძაც. ყურადღებით იყავი ხა, ნახე ქვეითებსაც მწვანე აქვს რა. და ანუ შენ
დამატებითი მწვანე გაქვს აქანთებული აი ეს. ეს არ ჩაქრება, მაგრამ ყურადღებითი ხარ. გათვლა აქვს თავისებური. ეს ტიპი რა ჯანზე ინახე ჩემი. წავედით, მოუხვია. მოუხვია გაზი. წავიდა. წავედით. მარჯვენა ზოლში შედი ჯერ. აი ეგ. გონი, იცი რა არის, ჩვენ მოვასწრებთ ბელიაშვილის გავლით მისვლას გლდანში, რაც ძალიან მაგარი იქნება, ძალიან საკაიფო მარშრუტს გავდივართ. სხვა შორის ძალიან დიდ მანძილს გადიხარ. კარგი. დულის ესე გადაკვრა ძალიან ცუდია. სარკეში აუცილებლად უნდა გაიხედო რა. წინა საცობია, აი. რა ხდება? რა ხდება? სად? აი აქ, შეანელ. მანქანა მოხვება გვერდზე. ზოლში ვერ გაეტევა. მოუხვია ხა და გაიყვანა გვერდზე. აი იქ. გას მიეჭირე ფეხი, მარცხენა ზოლში ჩადიქი და მარცხენა ზოლით წადი. როდესაც იცი რომ ეგეთი დამყოლება უნდა შეგვიდეს გზაში, სადღაც შევიწროებოს ხედავ შორიდან, თავიდანვე დაიყვანა მარჯვენა ზოლი და მარცხენა ზოლი და არ შეიქმნა რა პრობლემა. რომელი ტესლა გაიჭიდა? ის რაღაც რო არის, ბანკს რო აქვს. მაგით რატომ როგორი მორცხვია კამერაში მინახეთ რა. დაიცადე ეგრე უნდა ჩავთო ხოლმე ვიდეოები, მოძრავე. მარცხნივ მინდა რომ წავიდეთ. ჩართი მარცხნივ პოვაროტნიკი. მარცხნივ მივდივარ და კი. სანაპიროზე გავდივარ. შენელა. და კი სანაპიროზე გადიხარ. ყურადღებით შენელდი, გაატარე მანქანა. მოუხვია. აი ეგ. იმ ზოლითაც შედიხარ თავისუფლად რონავ. ამ ზოლითაც შევა? კი, ოღონდ ნელა, ამას დააკვირდი სადვინის. წინ არ იყურება, ტელეფონში იყურება. წათი. აი ხა დეგენერატია ჩვეულები ზოლში მოძრავე. ნელა. აი ეგ. აი მას. ტელეფონში რო იყურება ტიპი ჩანს რა ეთყობა სარკეშიც დაინახავ ჩვეულებრივად აი ნახე გვერდითა სარკეები რო არის მაგასაც რო დააკვირდე სარკეშიც ეთყობა ჩვეულებრივად ტელეფონზე თუ იყურება ტიპი ანუ უჭირავს ხო თავი აქ ჩაქინდრული დავლა და მასეთ ტიპს ერიდე ყოველთვის ეხლა მე ხომ მივხვდი რომ პირდაპირ მიდიოდა შენც უნდა მივხვდი რომ პირდაპირ მიდის და დგას სადღაც მარცხენა ზოლში ვინა გვინს პირდაპირ მიდიოდა მარჯვენა ზოლი გვინდა ეხლა კიდუროს მარცხენაში რო დგახარ გას მიეჭერე ფეხი მე და შენ არ გვისწავლია ტორმოზის პედლით ზოლში გადასვლა. აი ეგ. გასწავლდი ზოლში ჯერ. აი მას, გათიშე. რა. ეს არა ქვია. ძალიან კაი მასალები გქონდა. აი ეგეც. ყველას მაგას ევნა თავი მოვიწამე ხა. ყველას მაგას ევნებიან. ზუგდიდში ჩემები რო ჩადიან. აუ, რასაცობია მარჯვენა პავაროტნიკი. შეანელე. გაიაროს. დაიწყე გადასვლა მარჯვნივ, ოღონდ ბოლომდე არ გადახვიდე გასწორდი ზოლში წინ. უყურე ნახე როგორი სიტუაციაა. ეს არ მაწყობდა ახლა. მარა ნიჩო მაინც ვასწრებთ რა ჩვენ. გაბათილი შედა 40 წუთში. მარა ამ დროს რატო ასოც დღის ხო შაბათი? დიახობით მელაპარე. მე Coca-Cola's რეკლამა, Coca-Cola თაგვა ფინანსე. მე და სოფი. ებრაელების რაც არის ყველაფერი გაგვდოდი. აბსოლუტურად ყველა გაზიერი სასმელი რაც კი გამოდის მსოფლიო დონეზე ებრაელების არის. ეებზე ვლაპარაკობ მარჯვენა ზოლი გეკავს. მეტყვიანი რომ ფაშისტი ხარ. ამას ამოგჭრე. გასწორო. ანუ მარჯვენა ზოლში ხო დგავარ იდეაში, ესენი არიან რაღაცა სამგარები. კი, მაგრამ შენ მაინც ესე იდექი. აი, შუაში ხარ, ხა არც იქით ხარ, არც აქეთ. პერიოდ უფრო გაიდები ხარ შენ. სხვებმა იწვა. აიგენი არ ვიცი. აუ ისე კაპკათით ვიზავ მაგებს, ხო ყველაფერს. ანუ შემიძლია დავად. არ ვიცი, რა შეიძლება. ყურადღებით იყავი სარკეებში, ყურე. კაი, საცობი რო არის აქ ჩაწერას არაფრის საზრი არა, აქ და გავთიშო ჯობ. ეს იყო ჩვენი გაკვეთილი რა და მე კიდე იქნება რა მომავალში. რა როგორი. გაიღი, ხელი დაუქნი. ჭხილები ანახე, ჭხილები. აჰა, всё.